გაგრძელდება თუ არა პეტერ ფიშერის პოლიტიკური დიპლომატია. ელჩი გერმანიამ კონსულტაციებისთვის გაიწვია. ეს გადაწყვეტილება კი ბუნდესტაგში კითხვების დასმას დაემთხვა. ავტორი გერმანიის ყველაზე პოპულარული პარტია იყო ქვეყნებს შორის ტრადიციული ურთიერთობების აღსადგენად და პროცესის გასაჯანსაღებლად ხელისუფლება ბერლინიდან სიახლეებს ელის. სოფო ბერძე გვერდება პირდაპირ ეთერში. საკუთარი ქვეყნიდან პეტერ ფიშერს ამ დროისთვის მხოლოდ ერთადერთი დამცველი ჰყავს. ეს ქართული საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ქართული ოპოზიციის პარტნიორი გერმანელი დეპუტატი მიხაილ როთია. როთი ფიშერის დაცვას სოციალური ქსელით შეეცადა და დაწერა, რომ გერმანიის ელჩი არ არის რევოლუციების და გადატრიალების წამხალისებელი. როგორც როთია ამტკიცებს, ფიშერი იცავს იმ ღირებულებებს, რომელსაც გერმანია და ევროკავშირი წარმოადგენს, არადა საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები გერმანიის ელჩის როლს სულ სხვანაირად ხედავენ. იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადატვირთვის სიგნალი. გადატვირთვა ახლა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს სჭირდება. ეს მას შემდეგ, რაც პოლიტიკოსად ქცეულმა გერმანელმა დიპლომატმა ოფიციალური თბილისის შეფასებით 30 წლიან მეგობრობას ხარისხი დაუკარგა. პირველი კანონმდებელი პეტერ ფიშერის საქმიანობას კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს და გერმანიის ელჩს ქვეყნებს შორის ხიდის ნაცვლად გამყოფი კედლის როლში ხედავს. როგორც ჩანს, გერმანიის ხელისუფლებაში დაფიქრდნენ იმაზე, რომ მოქმედი ელჩი სამწუხაროდ ნაცვლად იმისა, რომ ასრულებდეს ხიდის როლს მთავრობებს შორის, მან აირჩია კედლის როლი. ხედავდით მისის მხრიდან თავდასხმებს საქართველოს ხელისუფლებაზე, ხედავდით მისი მხრიდან მხარდაჭერას რადიკალური ჯგუფების მიმართ, რაც სამწუხარო იყო. რა თქმა უნდა, მზად ვართ ჩვენ, რომ ჩვენი ურთიერთობები გერმანიასთან დაბრუნდეს იქ, სადაც ის იმსახურებს, რომ იყოს. გვაქვს იმედი, რომ ეს არის სიგნალი იმის, რომ გადააზრება მოხდეს. გადააზრების მსურველთა შორის, რომ ქართული ოპოზიცია არ არის, ეს უკვე ფაქტია. ხელისუფლების ოპონენტები პრობლემას მხოლოდ ქართულ ოცნებაში ხედავენ და ვერ ამჩნევენ, როგორ გასცდა მათივე გერმანელი მეგობარი დიპლომატიის ჩარჩოს. რასაც ქართული ოცნება აკეთებს გერმანიის ელჩთან, ნათლად მიუთითებს იმ გზას, რომელიც 13 წლის განმავლობაში არჩეული აქვს ქართულ ოცნებას. ეს არის საქართველოს იზოლაცია. მათ შეძლეს შეუძლებელი და საქართველოს გერმანიის ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწიეს ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში. ელჩი ფიშერის თბილისიდან ბერლინში გაწვევის შემდეგ გერმანიის სახელმწიფო დამატებით კითხვებს არ პასუხობს. ქრონიკას საკითხში მეტი სიცხადის შეტანის მცდელობა დღეს ლუქსემბურგში ჰქონდა. თუმცა სახელმწიფო მინისტრმა გერმანელ დიპლომატზე საუბარს თავი საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებზე გზავნილით აარიდა. რა თქმა უნდა, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. საქართველოში მოვლენების განვითარება ევროპასთან მიმართებით მართლაც იმედგაცრუების მიზეზია. ჩვენ რა თქმა უნდა ვართ სამოქალაქო საზოგადოების გვერდით და ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ, მაგრამ მთავრობის და ხელისუფლების ქცევა მიუღებელია. ყველა ვარიანტი, მართლაც ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. პეტერ ფიშერს ქართული ოცნება რადიკალური პროცესების სახალისებაში ღია დადანაშაულებს. სახელისუფლებო პარტიას არგუმენტებიც ბევრი აქვს. ამიტომაც ახლა თბილისი ბერლინის გადაწყვეტილების მოლოდინშია. მით უფრო მაშინ, როცა ელჩის თბილისურ საქმიანობაზე კითხვებს უკვე ბუნდესტაგში ცვამენ. კონკრეტულ დიპლომატს აქვს ჰქონდა ძალიან ნეგატიური როლი და წვლილი ქვეყანაში რადიკალიზაციის სახალისებაში. ამიტომ ეს კარგია, თუმცა ამას ეს არ უნდა იყოს დასასრული, ბუნებრივია. ჩვენ გვაქვს იმის იმედი, რომ ეს იქნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის ერთგვარი გზავნილი. ბატონი რომ დიპლომატიის გარდა ყველაფრით იყო დაკავებული, ეს ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ოდესღაც შეუკეთეთ ელჩი და მივიღეთ ხაზარაძის მდგმური. თუნდაც ის ფაქტი, რომ ქვეყნის ელჩი არის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერის მდგმური, არის შემაშფოთებელი და უკადრებელი დიპლომატიური სტანდარტისათვის. ვიდრე პეტერ ფიშერს კონსულტაციებისთვის ბერლინში გაიწვევდნენ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გერმანული პარტიიდან 6 კითხვა გაიგზავნა. კითხვების აბსოლუტური უმრავლესობა ელჩის ოპოზიციასთან ურთიერთობას ეხებოდა.